გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, მე თენგო ომანიძე გახლავართ, ეს გადაცემა ახალი პარადიგმაა. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ომის ვეტერანი, სამოქალაქო აქტივისტი ბატონი პაატა აბულაძე. მოგესალმებით ბატონო პაატა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. ბატონო პაატა, მინდა დავიწყოთ ლაპარაკი, ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბით ეს არის დონალდ ტრამპი, მისი გამოსვლები, მისი და განსაკუთრებით რა თქმა უნდა გუშინდელი დღე, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰქონდა როგორც ახასიათებენ ერთგვარად ისტორიული გამოსვლა, საათზე მეტი დროის განმავლობაში ისაუბრობდა იმ მიღწევებზე, რაც ინაუგურაციის შემდეგ აქვს და ასევე სამომავლო გეგმებზე. ტრამპის ფიგურით ზოგადად უკმაყოფილო არის ჩვენი ლიბერალური სპექტრი, აი ის ხალხი ზუსტად, რომლებიც ჩვენ გვეძახდნენ თავის დროზე კი არა და ეხაც კი გვეძახიან პრორუსებს, ეხლა ტრამპსაც პრორუსს ეძახიან მისი განცხადებების გამო და მართლაც უყურებთ, რომ ტრამპის განცხადებები ერთგვარად არის თანხვედრაში, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ კურსთან და პოლიტიკასთან და ის კი არა ხშირად რაღაც დეჟავუ შეგრძნება გვიჩნდება ხოლმე, რომ რაც ჩვენმა მთავრობამ არ ვიცი მაგალითად იყო ხო რაღაც აი პირბადის ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით, რაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე აკრძალა და მიიღო კანონი ჩვენ მთავრობამ ტრამპი ეხლა აპირებს მაგანონის მიღებას და აი რაღაც თითქოს ძალიან არის ამ ხრივ თანხვედრა. მაგრამ მე პირადად მაინც აი რა ვიცი რაღაც სიფრთხილით უყურებ ზოგადად აი ამ ამერიკულ პოლიტიკას იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ მე პირადად ესე ვიყავი რომ როდესაც ვამბობდი რომ ვარ წინააღმდეგი პროდასავლური კურსის, განა იმიტომ ვამბობდი ამას რომ რაღაც ობამა არ მომწონდა, ან ბუში არ მომწონდა, ან ვინმე კონკრეტულ ადამიანთან მქონდა პრობლემა. არა, უბრალოდ ეს ნუ ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის არის არათავსებადი ასეთ ილუზიებში ცხოვრება და ამიტომ ვიყავი ამის წინააღმდეგი, თორე გაახარებს ღმერთს კაცო ტრამპი ამერიკელებისთვის თუ კარგს იცავს, კი არა ვარ წინააღმდეგი და პირიქით ჩვენთვისაც რაც კარგი იქნება ეს უკეთესია, მაგრამ ცოტა ზედმეტ აჟიტირებას ვატყობ აი ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით მთავრობის მომხრე საზოგადოებას ტრამპის ფიგურით და მისი პოლიტიკით. საინტერესო იქნება თქვენი შეხედულებები და მოსაზრებები ამ საკითხს. მეც უსმინე და პირველი ვაკვირდებოდი ჯერ იყო უფრო გათვლილი იყო შიდა ამერიკული შიდა პრობლემებზე, თურმე რაც მაგან ჩამოთვალა კორუფციული სქემები, საერთოდ დაიძინოს უკრაინამ და რუსეთმა კორუფციაზე ლაპარაკა. კი ბატონო. აბა კორუფცია თუ გინდათ, აგერ მოგესმინათ კაიბისთვის, ტრამპისთვის. ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ყოფილა ამერიკელები. ამერიკის სახელმწიფო ეგა. ეს ერთი, მეორე, არც ერთი სიტყვა, აი დაუკვირდით და ძალიან მომეწონა მე ესო, არც ერთი სიტყვა აგრესორი შეიჭრა არაფერი. ერთადერთი რაცა თქვა მეორე იმპერიაზე, ეს იყო რომ რუსეთი დაინტერესებულია ომის დამთავრება და მშვიდობისათვის. ნუ თუ ეს ცუდია, ეს ხომ კარგია, ტრამპის სიტყვებია. ეს ჩვენი მედიის გასაგონად რა. ჩვენი მედიის არა ტაქსიკური მედიის, არამედ იმ ტელეიმედისა და პოზიტივის გასაგონად. რომ აი თქვენი მამა მარჩენალმა არ ახსენა ეგ სიტყვები და გაეროს სხდომა რო იწყებოდა, ბრიტანელებმა შეიტანეს რეზოლუცია და ტრამპმა მოსთხოვა ამოიღეს სიტყვა აგრესორი, ოკუპანტი, ეგ სიტყვები ამოიღეო. არ ამოიღეს და გაეროს ასამბლეაზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ეხლა რატო გეუბნებით, მაგრამ უშიშროების საბჭოზე მიიღეს ამერიკისა და უკრაინის ეს რეზოლუცია. წარმოგიდგენი რა სიგიჟე ეგ უკვე გარეთ, აი იმ სამყაროში. ეგ ამიტომ ეხლა რაც შეეხება ჩვენი ესე ვთქვათ არალიბერალური ხალხის ესე ვთქვათ აი ტრამპისტობა. აი გეტყვი ხომ მაგი როგორა გუშინეთმა ჩემი ახლობელები ძალიან მიყვარს ეგ ბიჭი, ძალიან დიდ პატივს აქვს სხვათა შორის. ცოტა ნაწყენია ჩემ და არ ვიცი რატომ, მაგრამ ნუ არ აქვს მნიშვნელობა. დაწერა ესეთი რაღაცა ტრამპმა ლოცვით დაიწყოვო მთავრობის ხდომაო. ეხლა ხო გასაგებიაო, ტრამპის რა მიზნები აქვს, კაცო. 2000 წელია ქრისტეს შობიდან 2024 წლის 5 მარტამდე ქართველ კაცს წვეტა არ აქვს ქრისტესთან. უფრო მეტიც კაცო ერთ დღეში 100,000 მყავს კაცო წმინდანი. მე მაკვირვებთ მაგის რომ ის გუშინ
გუში რომელმაც იმ სახელმწიფომ აღდგომის ღამეს დაარქვეს სახელი დაინახე ტრანსგენდერი ანუ გუშინ იყო ქრისტიანი მერე გახდა სოდომისტი ეხლა გახდა ისევ ქრისტიანი მე უნდა მიხარდეს ეგ აქა მე უნდა ვიყო ახტო ანუ ის თუ ჩვენ რასაც რისთვისაც ჩვენ ამ სახელმწიფოს ჯიდა ის სამყარო აი სამყარო დღეს რუსთაველზე რო ყრი არიან ბრძანდებიან ხო იმათი პატრონები რისთვისაც მე მსჯიდნენ 30 წელია სამჯერ ომში ჩავრდეს რა ვიცი ასანქცირებენ და რები აღარ აკეთეს ხო ის სახელმწიფო მეუბნება რომ არა კაცო ახლა მე ქრისტიანდებიო ლოცვით ვიწყებ ხო აი ლოცვით აი მე მაკვირებ მაგას კაცო მაგის გულისთვის მსჯიდი კაცო შენ მე არა რა თქმა უნდა ვახარებს კაცო ეს მაგრამ ხო ჩვენთვის ცოტა ის არის ეს ის სამყაროა რომელმაც მე კაცო ჩემი პატრიარქის ეპისტოლეზე თქვა რომ სიძულვილის ენაო კაცო პარლამენტში მითხრა კაცო ეხლა თუ გაქრისტიანდი ძალიან კაი მივესალმები ისე არაუდგათ მაგათ გვერდები ესენი არ გაქრისტიანდი უბრალოდ იმ იდეოლოგიამ განიცადა კატასტროფული კრახი უკრაინის ტერიტორიაზე ყოფილ უკრაინის ტერიტორიაზე ამიტომ ძალიან ნუ აქ ჩვენები ერთი რამე მე დამხალხმა გაიგონ საერთოდ ნაკლებად აინტერესებს ეხა ტრამპს აი პირდაპირ გეუბნებით რა საერთოდ ნაკლებად აინტერესებს საქართველოს და აქ რატო იცი იმხელა პრობლემებია 30 წელი იმხელა პრობლემებია იქ შიგნით ხო ნახეთ თვითონ გამოსვლაში ნახეთ რა ამას 4 წელი ეყოფა ეს რო გამოსვლო მე რაღაც ეჭვი მეპარება ამიტომ მე მაინც მგონია რომ კიდევ ის სამყარო უყურე აი სულ ნერვები მეშლება ხოლმე ერთ რამეზე რა რომ აი დგანან ეხლა და ესე იგი უნდა გვიხაროდეს ჩვენ ქართულ ხალხს რომ ის ესე იგი ამერიკელები ქართულ რელსებზე გადმოდიან ანუ ტრადიციულები ხდებიან არა გვიხაროდეს ამაში კი არაფერი არ არის მაგრამ არ უნდა აგვერიოს რომ ის ტრამპი არის მაინც ამერიკის პრეზიდენტი ის არ არის საქართველოს ის არ არის ჩვენი პრეზიდენტი ეს ავიწყდებათ ხოლმე ხანდახან არა კაი ერთი რამე კაია რომ კაცო იმ გიჟთან იმ სიგიჟესთან არ გვექნება საქმე და კაცთან გვექნება საქმე კაცო რა თქმა უნდა მათ ჩვენ ტრადიციული სამყარო დავეხმარებით ამ ბრძოლაში აგერ დღეს ტრამპმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს რომ ირანთან აი ბირთვული პრობლემებზე იშუამდგომლეო ანუ წავიდა თანამშრომლობა მაგრამ შენ რა გინდა კაცო სად ეტენები შენა შენი რა საქმეა შენ პატარა ქვეყანა ხარ კაცო შენ კი არა შუაგულ ევროპიდან გააქვთ მეთქი ამერიკული დროშა კაცო უყურე ჯერ ეთი მაგასაც შევეხოთ რა ხმერთო რა დრო მოდა რა დადგა რომ მე ჩემი დასაცავი გახდა ზელენსკი ჩემი ბიოლოგიური მტერი ვიღაცისთვის ომია ჩემთვის არის ოჯახის ტრაგედია კაცო კი ბატონო ჯერ რა იკადრეს კაცო ეკა თეცახში რა იკადრეს თო ამაზე არც ერთი თავმოყარე აი რუსეთი ახლა როგორ შევადარებ არც ერთი თავმოყარე თავრობა ამას არ იკადრებდა რაც მაგათმა იკადრეს ტიპი მიიყვანეს თეცახში პრეზიდენტიდან დაწყებული დამლაგებამდე დაესივნენ თითქოს ეხლა ჩვენ უბიძგეთ ეხლა ამ უკრაინას ომისკენ რა აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა როდესაც ტრამპი ამას ამბობს რომ და მაგ შეხვედრაზე უთხრა ეგ ზუსტად ზელენსკის რომ თქვენო ჩვენი სულელი პრეზიდენტი დაარწმუნეთო რომ 300 ისეთ იმას ქმნიან გეგონება სულ ზელენსკი ეხვეწებოდა იმ ბაიდენს რომ არიქა ომი დამაწყებინეო ეგ ხო ამერიკის ბიზგით მოხდა ეგ ყველაფერი კაცო ერთი ზუსტით ჩვენ რა დაგვავეცდა ორპარტიული მხარდაჭერა კი ბატონო ჩვენ რა დაგვავეცდა კონგრესში ფეხზე ადგომილი ხელზე კოცნით და ცრემლებით და უკრაინის დროშებით რო იყო გამოფენილი ოსკარის და ისე იყო დაჯილდოება ზელენსკის თავდე ყველა ევროპარლამენტის რო თავდე ჩვენც რო გვაიძულებდეთ ჩართეთო კაცო ზელენსკი პარლამენტშიო ანუ იმ სამყარომ ტიპს ეულება მიდი იჭხუბე ნოგეშინი აქავართ ყველაფერს მოგცემთ მე დაინახეს რომ ჯერ გაგახსენოთ განცხადებები ამაზე კაი ინვესტიცია რა გინდა რესპუბლიკელების განცხადებები ბატონო საუკეთესო ინვესტიცია ამაზე კაი ინვესტიცია რა გინდა რუსი რუსს აკლავსო კაცო მე გამოასწორა უკრაინელი რუსიო
ამ გარეჭრებმა, აი, იმიტომ არ მიყვართ ეგ სამყარო რა. ისეთ ნაგლები რა დღეს განანდა. მაგათაც ერთივე ვარ. ჩვენც მათ შორის ერთი ვართ. პოსაბჭოთა სივრცე ზოგადად რუსები არიან ყველა. უყურე, აი მაგას ვამტკიცებ თორნიკე. ეხლა ვიღაცას მოსწონს არ მოსწონს, ბიჭო, ეს მართლმადიდებელი ქვეყანა წააქციეს, კაცო. რა თქმა უნდა. ჩვენი სხეული წააქციეს, კაცო, ქრისტიანი ქვეყანა წააქციეს, რა დღეშია, ქალაქებია სასაფლაოდ ქცეულები. და დღეს ეუნებიან ამ წაქციულ ქვეყანას ფული უკან დამიბრუნე რა ფული დაგიბრუნოს უკან ქვეყანა თქვენი მეძე რო იყო ადგა შეუვარდა დაათვის კაცო აი ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარებს სხვათა შორის რომ არ არისო საჭირო არაკაც ზელენსკისთვის პირის მობანაო და ეხა ზელენსკი ვინ არის მე მგონი ბატონ პაათაზე ყველაზე ჩვენგან არის საუბარი სხვა რამეზე აქ საუბარი იმიტომ რომ დაფიქრდით აბა თქვენ თვითონ ეხა მართლა აქ ვინც ვართ ამ სტუდიაში ზოგადად ვინც ვიკრებებით ვართ ადამიანები რომლებსაც წლების განმავლობაში გვაბრალებდნენ რომ ზელენსკიზე ცუც როგორ ამბობ პუტინი გიყვარს შენ აი ეგეთ ხალხზე გვაქვს საუბარი უბრალოდ სამართლიანები უნდა ვიყო ზელენსკი რა მართლა თავისი დაიწყო ეგო მი ბაიდენი არისო ამერიკა არისო ეგ სამყარო არისო ვინც ააკეზა და ეხა დღეს ლაპარაკი იმაზე რომ აი ზელენსკიმ სულელი პრეზიდენტი დაარწმუნა და ფული გამოზალა და ისე თურმე ამერიკას არც არასდროს დომია ომში მონაწილეობა ხო გვესმის რომ უბრალოდ ტყუილია ეხა არის ფაზა როდესაც ზელენსკის უნდა შეეწმინდოს მაგ ყველაფერზე ხელი და გასაგებია რომ ეგრე ხდება უბრალოდ ეხა ჩვენს თავს ნუ დავიბრმავებ და ნუ მოვიტყურეთ თორნიკი ხალხს ზელენსკის ზედ გართულება ბიჭო არ იქნებოდა ზელენსკი თან ვის კაცო თვითონ რო იყვნენ ზელენსკის ფანები და არა სხვა რამე მაგათ აღარ მივაქცევთ ყურე აი უყურე რატო იცი ამათ გონიათ რომ ზელენსკი რო არ ყოფილიყო სხვა ზელენსკის ვერ იპოვიდნენ აგერ გადით კაცო ზელენსკი კი არა აგერ გადით რუსთაველზე პაჭკობით არის მაგერ ზელენსკები კაცო აგერ რუსთაველზე არიან ზელენსკები იქით სანიხურებით კაცო რომელიც საქართველოს აი იქ ეკაჭებოდა დღეს რაც დღეს ნახეთ გუშინ და გუშინ წინ ნახეთ კაცო რა გინდათ ამ ბიჭო ჩემი დასაცავი გახდა ზელენსკი კაცო წარმოგიდგენთ რა დრო და რა სინგიჟე გოყელა და უკვე უყურე რატო იცი ამათ ზელენსკიზია არ იქნებოდა ზელენსკი ბიჭო რა ვიცი აფხან ჩამოფხანაშვილი ჟუჟუნა იქნებოდა რა მნიშვნელობა აქვს მაგ ეგ იყო სცენარი რომელიც უნდა შეესრულებოდა რა თქმა უნდა ქვეყანა გადააკეთეს ანტირუსულად რუსოფობიულ ქვეყანად წააქეზეს აძლიერს იარაღი განცხადებები გახსოვთ სტრატეგიულად უგებთო ეკონომიკად დღეს არა ხვალ ჩამოიშლებაო ვერც ერთი რო ვერ გამოვიდა და რო ვერ აჩერებს 56 ქვეყანა თავისი ნატოს ჯარებით და თავისი იმებით რო ვერ აჩერებს ამ ერთ ქვეყანას ესაო კაცო თურმე ზელენსკის ბრალდე ყოფილაო ბიჭო ვერაზოს ვერ გაბედავდა ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც ზელენსკი ომს დაწყებას რუსეთის წინააღმდეგ შენ ვარწაკეკეზებინა კაცო სანამ რუსებთან იყვნენ უკრაინელები ყველაზე კაი ინდუსტრიული ქვეყანაც იყო ვირტუალური ქვეყანაც იყო მრავლდებოდნენ კაი ნებისმიერი სფერო იყო მუსიკა სპორტი ტექნოლოგიები ხალხო რაიც მეუნებით დაგვავიწყდა როგორც კი თქვენი პოლიტიკა დაიწყო გადმოვიდა თქვენ პოლიტიკაზე აი ეს იმ სოდომისტურ სამყაროში როგორც კი გადაინაცვლა მიწებით დაკარგა მილიონზე მეტი ადამიანი გაწყდა ეს რომელი მილიონზე მეტია იცი რომელიც დაფიქსირებულია კაცო ეხლა რამდენი ხომ მოგიხებ მე ეთერში არ მოყვები რამდენი ესეთი ფაქტია მე შეიძლება გიყვები რამდენი ჩამწვარია და რამდენი უბრალოდ დამალული აქვს რა არის რომ კომპენსაცია არ გადაუხადო და წვავენ კაცო რა თქმა უნდა ძალიან ამიტომ ზელენსკი კი არ არის კაცო ზელენსკიში არ არის პრობლემა აი ვინც ეს ზელენსკი გააკეზა და 47 მილიონიანი ქვეყანა 18 მილიონზე ჩამოიყვანა და ეხლა ხედავ ნახევნებია და იმდენად გარეწარი სამყაროა იქითა სამყარო ახლაო კაცო შენაო რაც ფული მოგეციო წაქციულ ქვეყანას ეუნებია ბიჭო რა ის ფული უნდა მოგწეს ბიჭო ხალხი აღარ აყავს რა ფული უნდა მოგწეს ესეთი გარეწარი როგორ ესეთი გიენა როგორ უნდა იყო რომ გეხარ კიდე ამ წაქციულ გაუბედურებულ შენგან გაუბედურებულ ქვეყანას გეხარ ეუნები რომ ფული მომეცი უკანო ამას ხო ბიჭო ადამიანობა აღარ არისო აი მაგაზე დასკვნები ჩვენ არ ამის მე ვიღაცა გამოვადე მეტყვის რომ აგეო კაცო ლოცვასო ქრისტიანო თავრობის ხდომას ისე ლოცვით იწყებს რა იგი ესე ეს არის ქრისტიანობა თუ წაქციულ კაცეუნები ფული ის კი არა რომ მოდი რა ძმაო რა იქნებ მოდი შერიგდით რა შეგარიგებთ და რაღაცა აი დაგეხმარები ქვეყნის აშენებაში არა კაცო ბოლომდე წაიქეჩი შენი დედაო რა
და ის ფული იმაზე მეტი ფული მოგვეცე ვიდრე ეს თუნდაც ამერიკული ქრისტიანობა კაცო. კი ბატონო და დასკვნა ხო უნდა გავაკეთოთ. თორე აი რას თავწდით. აი 3 წელი რაზე მაკაჩავებდნენ რომ ვეხვეწებოდი რომ აი ესე არ ჩავიგდოთ თავი როგორც თეთ სახში მოუწყეს ამ არაკაცებმა რა ჯერ სირცხვილი ზელენსკის კი არ მოუწყეს უკრაინელ ხალხს მოუწყეს მართლმადიდებელ ხალხს მოუწყეს აი ამ არ ვიცი ეს რა ქვეყანაა რა სორია უკრაინელებს მოუწყეს ეგ და ეს რა იყო ეს რა ეს დღეს გამოვარდე კიდე ბიჭო ზელენსკი ვიღაცისთვის თორე ზელენსკი არის ის ომია უბრალოდ და ჩემთვისაც ოჯახის ტრაგედია ჩემზე მეტად აქ ძუს კაცო ზელენსკი ბიოლოგიური ზიზღი მჭის კაცო მაგისი კი ბატონო მაგრამ ზელენსკიში არ არის პრობლემა კაცო გეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ ამას გადავრჩით და უფრო ფართო სურათში თუ შევხედავთ, აი ეს 30 წელი მარტო ბოლო 3 წელზე კი არა, 30 წელზე თუ კონცენტრირდებით. ამის იმედად იყო საქართველოს მთელი ამდენი. აი, ეხლა მაინც ხო დადგა ის მომენტი, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაიაზროს არა მარტო უკრაინის ომის მაგალითზე უნდა შეხედოს მთელ ჩვენ განვლილ წლებს. და ეს 30 წელი რაში დაკარგა ამ ქვეყანამ და რა ილუზიებს მიყვებოდა თურმე ეს ქვეყანა, ჩემი აზრით ეს უნდა იყოს დღეს ნათელი ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ ისეთ რამეს, აი ბატონ პაატა, რაც მე გულს მიკლავს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ვერ აკეთებს ამ ყველაფრიდან დასკვნებს. აი თქვენ თქმის არ იყოს ეგ ამბავი რომ მოხდა ოვალურ კაბინეტში, დავწერე Facebook-ზე ამასთან დაკავშირებით ძალიან რაღაც მარტივი წინადადებით, ერთი წინადადებით, რომ ტრამპმა თქო პუტინს ზელენსკი დაუკლა თქო, ეგრე ქვია მაგ ამბავს რაც იქ მოხდა თქო და კიდე მე დამიწყეს კაცო ლანძღვა შენ რომ გიხარია ეგ ყველა მე რა შუაში ვარ აი ეს ხალხი მაინც ვერ მიხვდა რომ მე რა მიხარია თქვენ რა გიხარიათ იმას რა უნდა ამას რა მოწონს მაგის მიხედვით სამყაროში არაფერი არ ხდება არსებობს რაღაცა ინტერესები და ამ ინტერესებს უნდა მიხვდები რომელ ქვეყანას რა ინტერესი აქვს და შენი ქვეყნის ინტერესი მოარგო ამ ყველაფერს ეს არის პოლიტიკის ხელოვნება მაგრამ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აი თავისი თვალით ხედავენ რაც ხდება მაგრამ დასკვნებს მაინც ვერ აკეთებენ აი ეს როგორ უნდა აუხსნათ ან ამ ხალხს რა შეიძლება რომ უშველოთ აი იმ ადამიანებზე მაგ ლაპარაკი გუში რომ ამერიკის გამო ვენებს იჭრდნენ და დღეს აი ამერიკის საელჩოს გვერდზე რო შეხვიდეთ ტრამპის გინების იქით რომ არაფერს აღარ წერენ თქვენი აზრით აი რა ვიცი რა ეშველება ამ ხალხს რა პერსპექტივა აქვს ზოგადად აი ასეთ კურსს საქართველოში თანამას გვერდს ზურგს უმაგრებს აი მაგალითად გვარამია რომელმაც ამას წინად დაწერა ილონ მასკზე რომ რადგან მე-14 შვილი ეყოლა ილონ მასკს ეგო ავადმყოფი ყოფილაო ესე იგი თვითონ რამ სოფლმხედველობა ხო გასაგებია რომ ეხა რადგან 14 შვილი ყავს იმას კი არ უფიქრდება რომ ჩვენ ქვეყანაში რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია თუნდაც არა ეთნიკურად ქართველი კაცო ეთნიკურ უმცირესობებში განსაკუთრებით ჩვენ რა თქმა უნდა ასევე მივესალმებით რომ ქართულ ოჯახებშიც ესე იყოს მაგრამ ეთნიკური უმცირესობების ოჯახებში მე მყავს ნანახი 14-15 შვილი ყავთ და ესე და იმათაც რო შეურაცხყოფას აყენებს გვარამია ასეთი განცხადებით რომ რადგან მე-14 შვილი ყავს ამიტომ ავადმყოფი არისო ილონ მასკი ამას თვითონ ვერ ხვდება და ვერ იაზრებს მაგრამ ამ სეგმენტს ერთი სიტყვით ყავს თავისი ლიდერები ეს არის გვარამია და აი ძმანი მათნი რა პერსპექტივა შეიძლება მათ ჰქონდეთ ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი პატრონ თოლიკი თმის ეგ ხალხი არიან ძალიან წარსული უკვე დროის დაკარგვაც არღის და გეტყვი რატო ამ ქვეყანას თმის ღერის პრობლემასაც ვეღარ შეუქმნია ვერც ეგ და ვერც მაგითი პატრონები უკვე ჩვენ ეგ ეტაპი გავიარეთ და გავიარეთ დასტოინად კაცობრიობას ვანახეთ რომ აი ესეთი პატარა ქვეყანამ პატარა ერი დიდი ისტორიით როგორ უნდა იომო ისე რომ არც სახელმწიფო შეარყიო არც ეკონომიკა ჩამოაქციო არც შენს გარშემო მეზობლები დაძაბო გაიარო ეს ყველაფერი აუ ისე აბა მართლა აი ეს კაცობრიობაც ქართველმა ერმა მაგალითი აჩვენა როგორ უნდა იომო აი ამ დიდ რომელსაც ტრამპი დღეს ჯერ ვერ მოუგო ტრამპი კიდე ჩვენ აკითხოს აი ამ სამყაროს ჩვენ სამყაროს გთხოვს დახმარებას აი იმ მამაძაღლებს და გვარამიების პატრონებთან ბრძოლაში აქეთ ვეხმარებით უკვე იქით ვეხმარებით უკვე მაგათ რომ ეს იქნებ ევროპა განთავისუფლდეს კაცმოძულე იდეოლოგიისგან ანტიქრისტიანობისგან ანტიმაჰმადიანობისგან აი ყურანებს რო წვავენ და ეკლესია აი ამ საზოგადო ამ სამყაროდან ჩვენ აქეთ ვეხმარებით უკვე იქით კაცო ამიტომ მაგათი დრო აქ დამთავრებულია ორჯერ ვიყავი პარლამენტში ღამე ასული ესე მაინტერესებდეთ რამდენი იყრიბებიან რა ვიცოდი რა მომიწევდა მოსვლა და მეთქი რო ვიცოდი აბე გეუნები ესე იგი თუ არ ჩავთვლით გადაცმული კრიმპოლის ბიჭებს პოლიციელებს ღვთისგან რჩეული ბიჭებს თუ ვიღაცამ დღეს
ქვეყანა გაიყვანა სამშვიდობოზე. ნამდვილად ჩვენმა ძალოვანმა ეს არის ჩვენი უშიშროების თანამშრომლები და ჩვენი გმირი პოლიციელი. აი მაგის იმეშინოდა რომ აი ეგ ჯაჭვი არ უნდა გამწყდარიყო და 146 პოლიციელის ჯანმრთელობის ხარჯზე. მადლობა თითოეულ მათგანს. მართლა და ღმერთმა დალოცოს მაგათი ოჯახები ეს რა ბიჭები წამოსულა და მალადეც ვახო გომელაურს რომ ჩემს ახლობელს რომ აი არ ვიცი ეს ამას შერჩევა უნდოდა რა ახლა არ გადავიდეთ თემი და გადავიხედე პარლამენტში ეს უყურებდი ხოლმე ერთი რამდენი არიან შეკრებილები. აი გეუბნები რა 7 საათი იკრებებიან 2 საათი აი სამი თუ კიდე რაღაცა გასართობი თუ კაი ნაშაჭკებით მოვიდა ვიღაცა უკრაინელმა გამოიარა აი ყველაზე დიდი იკრებებიან თვითონაც გრძნობენ რომ სიგიჟეში არიან უკვე ამიტომ ეგ პრობლემა აღარ არის მეთქი საქართველოში უკვე სხვა პრობლემაა და მას შევეხებით ნეტა ეგ იყოს პრობლემა რაც რუსთაველზე იკრებებიან და მე 2 საათი და 30 წელი ვიყავით თორნიკე გადაკეტილი და არაუშავთ 2 საათს როგორმე გაუძლებთ რუსთაველის გადაკეტვას კი ბატონო ვაფშე არ არის ეგ პრობლემა რა ამიტომ ეგ არ არის პრობლემა მაგათი დროც დამთავრებულია იმიტომ დარბეს გვარამიებდა ისინი იქ იმიტომ რომ ნუ ადრესობენ გვარამია სხვა ინფორმაცია დორი თვეაო საერთოდ საქართველოში ხო ეგ ნიკი წავლენ მე ხო გითხარით რა გადაცემაში აქ უბრალოდ ის ბავშვები რო დაბრუნდებიან ქართულ რეალობაში იმ ბავშვებს უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ უნდა დავხვდეთ გულღიად ქრისტიანულად როგორც ქართველები აი ისე უნდა დავხვდეთ ჩავიხუტოთ მოვეფერო და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავახსენოთ რომ აი შენ იქ არის დექი არა კაცო რა თქმა უნდა არა კაცო ყველა თავის ჩვენის სკილეტი გვაქვს კაცო იქ გარდირობში რა ამიტომ პირველი იმანეს რომ ვსო მაცხოვარმა მაგის მაგალითი მოგცა კაცო ჩვენ ჩავიხუტებთ მოვეფერებით დაბრუნდებენ და თვითონ ამოისუნთქებენ თვითონ ნახავენ შვებას იმიტომ თავისიანებში დაბრუნდებიან კი ბატონო მეტი არა მე დარწმუნებული რომ მაგის განაგვიცი ყველას აქვს თორე ის სამყარო აი ეგ გვარამიები რაღაცა აი ბოკერი ეს რა დროს ეგ არის კაცო ქვეყანა სხვა რელსებზეა გადასული უკვე თუ მერტის წყალობით უკვე წარმატებისკენ მიდის ეკონომიკა კი ეხლა ვიღაცა მეტყვის აი არაფერი გადახედეთ ევროპის ქვეყნებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბევრი ევროპის ქვეყანა ინატრებს იმ სიტუაციას რა დღეს საქართველოში გვაქვს ჩვენ კი ბატონო იმას მაინც არ ვეუბნებით სახში ოჯახებს რომ მეოთხე კაცი რო გავა კუჩი იმათ ჩარეცხოსო კაცო რომ წყლის ეკონომიკა გავაკეთოთო კი ბატონო ნამდვილად გვახსოვს ესეთი უბრალოდ ქართველები ვარ და აი იქ შენი დაინახე კარგი რა არის რა ვიცი იქ კაკაშკებს ასხავენ იმ მევიებს აქ რა ვიცი ევროპის ჩემპიონატები ტარდება და რაღაცები ტარდება აქ კაცო არა მართლა უნდა ახელდე ადამიანი თვალს რო ხედავდე ხა თან მით უმეტეს რო უყურებ რა ხდება მსოფლიოში და აი თქვენი თქმის არ იყოს ეხლა ამ გადმოსახედიდან კიდე რო უფრო ალბათ საღი თვალით შეგვიძლია დავინახოთ ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო მართლა აი ობიექტურად თქვა საქართველო იყო ერთადერთი სახელმწიფო მთელს აი ამ დასავლურ სიგიჟეში რომელიც წავიდა მაგ პოლიტიკის წინააღმდეგ თან როდის როდესაც ამისი გაკეთება იყო ყველაზე დიდი მე გულწრფელად ვამბობ მაგას მართლა ჩვენი მთავრობის არც ერთ წევს პირადად ალბათ არც ბატონ ბიზინა ივანიშვილს აქ რაღაც უსაფრთხოების გარანტია ვერ ექნებოდა როცა ამას აკეთებდა ხო რა თქმა უნდა მაგრამ აი წავიდა ამ ნაბიჯზე ჩვენი ქვეყანა და გამოდგა ერთადერთი სახელმწიფო მთელ ამ დასავლურ სივრცეში რომელმაც შეძლო და აი სწორი ფსონი დადო არ ვიცი ხშირად არ ქონია ისტორიაში ეგეთი შემთხვევა რომ ჩვენმა ქვეყანამ აი სწორი ფსონი დადო საერთაშორისო ასპარეზზე და მე ამით ამაყივარ გულწრფელად კი რუსეთი პრეზიდენტი გამოვიდა მე არ მოელოდებოდი რატო იცი ნუ ასე ეგონათ რომ ეს ქვეყანა არის სოდომისტური და იქ არა კაცო ერთ-ერთი ამაყი წარმატებული ინტელექტუალური ქვეყანა აღმოჩნდა სწორი პოლიტიკით თავისი რა თქმა უნდა ცოტა რაღაცები არის როგორ არ არის კაცო იქ ვიღაცები გამოხტებიან რაღაც სიგიჟე არაფერი თავარი ხაზი სტრატეგიული ხაზი არის სწორი გათვლა არის სწორი რომ გათვლა არის ტრადიციულ ერებთან ურთიერთობა ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობა კარგი ურთიერთობა უკვე რო შეიცვლება ის ევროპა შეიძლება ეს კი არის ბერბოკები და ფონდერლაინები კი არა კაცო რო შეიძლება იმათთან ინდივიდუალურ სახელმწიფოებთან კაი ვაჭრობა ეგ ჩვეულებრივი იქნება
ის აღარ იქნება რომ იცით რა აქ თუ ეხა პარადია ჩატარდა და პუნქტ თეთა ეხა გამახსენე 9 დათქმა რომ გამოგიგზავნეს და 12 შეგონება და რაღაცებს რომ გიგზავნეს აქ სიგიჟები გადავიტანეთ რა ესე იგი უყურე რა გაგახსენეთ ამბავი ახლა თვითმმართველობის არჩევნები რო ჩატარდებაო თუ 53%-ზე ახვედითო და რაღაცებს შარლ მიშელის ის რო იყო რაღაც დათქმები რომ წარმოგიდგენთ 53%-ზე გადადგება მთავრობა და რაღაცა ანუ რა სიგიჟები გადავიტანეთ ნატო ამ გადმოსახედიდან რო უყურებთ მართლაც სიგიჟეები თუმცა თქვენ თქვით რომ ეგ აღარ არისო ქვეყნის პრობლემა ეს რადიკალების პროტესტი ანუ ქვეყანას ვეღარ დააზიანებენ ქვეყანას ეხლა მოგეთქვი რა არის პრობლემა რა არის პრობლემა ამაზე მინდა და გადავსულიყავით უყურე ჩვენ დავაინიცირეთ როგორც იქნა დავაინიცირეთ ფარას კანონი ეთქობა ბაბატონ მიხეილი ჟღეთის ის გარიგო რომ კანონი რო უთხრა და ალბათ მოკლედ ეს ხუმრობით ფარას კანონი დავაინიცირეთ იქამდე გვაქვს მიღებული ეს ინოაგენტის კანონი ეხლა კიდევ ერთხელ წინა გადაცემაშიც თქვი გამაგიმინე თუ ეს კანონი მივიღეთ რა სიკვდილს აკეთებს აქ სოროსის ფონდი პირდაპირ ეხლა იმდენად არაადეკვატური ეხლა მისი აქ არსებობა თან კიდევ ყველაზე მთავარი ჩვენი სამეზობლოები ძალიან განიცდიან ამას იმიტომ რომ პირდაპირ ფინანსდება სოროსიდან ერთგვარი ცენტრია ჩვენთან რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ვამბობ ბინძურ საქმეში ეხლა აფინანსებენ საქართველოში ეთნოს ჩვენი აზერბაიჯანელი ძმებთის მამუკას ბატონი მამუკა ფიფიასის მინდა გავაგრძელო რომ ცდილობენ რომ აზერბაიჯანული ეთნოსში ჩამოაგდონ შუღლი აფინანსებენ მაგ იქ რაღაცებს იქ ყავ თავისი მარნეულში რაღაცები გიტვანიში რა თქმა უნდა ამას ჩვენი უსწრაფოების ბიჭები ყველაფერს მიხედავენ მაგრამ საქმე რაშია იცით მეზობლები ჩვენ მეზობლები აქედა რაც USAID შეუწყვიტეს ეხლა ეს გადაინაცვლა იქით ახლა იქიდან ფინანსდებიან კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხელისუფლებას ანუ ეთნიკური შუღლის დაწესებულებები არის იყო მცდელობები გურიაშიც იყო ეგ მცდელობები სხვათა შორის ამიტომ და ბიჭებმა ივაშკაცეს იქ ძალოვნება ივაშკაცეს და ეგ საფუძველში აღკვეცეს სანამ ეგ ორგანიზაცია იარსებებს საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი ჩვენი მეზობელი ბოლომდე არ გვენდობა იმიტომ რომ მაგათი ბიოლოგიური მტერიგვიზის აქვს საქართველოს ტერიტორიაში რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც აზერბაიჯანს, ირანს, თურქეთს, რუსეთს ამიტომ ჯერ კორექტულად გვეუბნებიან რომ დიპლომატური მე ხო ვიცი როგორც ეუბნებიან ამიტომ არაფერი პრობლემა არ არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა სოროსი არისო ამერიკელი ხალხის მტერიო კაცობრიობის კაცობრიობის მტერიო ყველა თამოყვარე სახელმწიფო ეს გარეწარი ორგანიზაცია ექსტრემისტული არასამთავრობო ორგანიზაცია გააძევა ჩვენ რაც სიკვდილი გვჭირს რას ველოდებ წოს ამიხსენით აი რა პოზუმო აქვს საქართველოში გარდა უბედურებისა ეთანხმებით თუ რამე გარყვნილება იყო თუ რამე ქვეყნის ამომგდების ის იყო ყველაფერი მაქედან ფინანსდებოდა კაცო თან როგორი მუშაობის სტრატეგია აქვს მაგათ აი მართლა ვინმეს როგონია რომ რამე პრინციპების გამოიბრძვიან და ეგ არის ხალხის სოროსის ფონდი კონკრეტულად მქონია მე მაგათთან დავა რამდენჯერმე და მაგითო ვიძახი აი ჰიჯაბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით იყო ინიციატივა სრულიად ჯანსაღი რომ რა ვიცი ხა მართლა განსაკუთრებით თავშეყრის ადგილებზე ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიიღო მაშინ თან მსგავსი კანონი რომ ჰიჯაბის მუსულმანურ ტრადიციულ სამოსე არის საუბარი განსაკუთრებულ სამოსე ანუ ბევრნაირი არის იქ ბურქა ჰიჯაბი ასე შემდეგ ეს არის საუბარი იმ ფორმის ტანსაცმელზე რომელსაც აი საერთოდ ყველანაირი იდენტიფიცირების საშუალება ესპობა ასე დროს პოლიციელს რომ ამოიცნოს ვისთან აქვს საქმე ამისი აკრძალვის ინიციატივაზე იყო ერთი
სიტყვით საუბარი და დაგვიპირისპირდა მაშინ ეს ფონდი, სოროსის ფონდი და აი აქ რა იყო საოცარი რომ ერთი და იგივე ადამიანები რომლებიც აი მაგალითად ირანში იბრძვიან იმიტომ რომ ქალებს მოხსნან ჰიჯაბები და ეს არის ქალისუფლების შელახვა საქართველოში პირიქით ჩვენ გვებრძოდნენ რომ არ უნდა მოხსნათ ჰიჯაბი უნდა ეკეთოთ ანუ ამათ არა აქვს რაღაც ერთნაირი სტანდარტი რომ აი რომ იცოდე რომ აი რაღაც პრინციპის გამო ისინი აკეთებენ ყველა ქვეყანაში იმას რაც საჭიროა იმ ქვეყნის დაზიანებისთვის თორე შეიძლება მეორე ქვეყანაში აბსოლუტურად პირიქით მოქმედებდნენ იმიტომ რომ იქ ასე იყოს მოქმედება საჭირო და მეც მეკვირს მართლა საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში ესეთ ინიციატივებს აკეთებს და რატო არ უნდა დადგეს ეს რიგში რომ სოროსის ფონდს შეუჩერდეს საქართველოში მუშაობის შესაძლებლობა არაზო სოროსის ფონდი არ მივა იქ შემოსავლების სამსახურში სადაც ხო უნდა დარეგისტრირდე და არაჩვენებს ანუ რას ველოდებთ ამიხსენით მეტი პროცესი რამე სიკეთეა საქართველოში მაგას ირანიდან გამოქცეული სოდომისტების აქცია თბილისში დამიფინანსა აქ რუსთაველზე იყო მაგათი აქცია თუ რამე არის ეთნო კონფლიქტები და რაღაცეები ეს პროვოკაციები ყველაფერი მაქედან მოდის ადრე იყოს USAID-დან ფინანსდებოდნენ ეხლა USAID აღმოჩნდა განავირი ტრამპის იმას გეუბნები ხანახო ფიქრობ ისეთი ციფრები უთხრა ტრამპი რომ გავგიშდი რა ეხლა კიდე გეუბნებით რომ ეხლა აკეთებს ამას სოროსი ანუ რას ველოდებით სანამ დაატრიალებს ამ სიგიჟეს აქა კი არაფერი არ გამოუვა კაცო გავიგეთ რომ არაფერი არ გამოუვა მაგრამ რატო ყავს აგრძელებს მავნებლობას ხო ფაქტია აი ახლა რუსთაველს იქიდან მიდის ფული იქ გამიბრაზდნენ რა კომენტარებში $50 ჩვენ წინა გადაცემა ხო რატო იცი ეთქო მაგათ არ უხდიან ყველას კი არ აძლევენ კაცო იქ ხوارიან გიჟებით რომ მიდიან კაცო იქ იციან ის უნდა მისცენ და ისინი იმას მოყავსფერი 10 კაცი 2 კაცი და რო არ იციან ამ შტერებმა ეხლა ეგ ფული მოდის სოროსიდან არაფერი აი სოროსიდან მოდის ეგ ფული როგორ ფიქრობთ სახელმწიფო რა თქმა უნდა იქნება ახლა ამ ყველაფერზე საქმეში არა კი მუშაობენ ამაზე მაგრამ ინფორმირებული და ალბათ უნდა ვივარაუდოთ რომ აქ მხრივაც იქნება ხო გარკვეული სიახლეები მით უმეტეს რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ისეთი ინიციატივები გააჟღერა აი მაგალითად აუცილებლად უნდა შევეხოთ იგივე კაბდონ თეატროლუკიანი ხელმძღვანელობს ხო ამ კომისიას ნაცების გასამართლების კომისია ეს არის ის რაზეც ამდენი ხანი იყო მოთხოვნა მათ დაიწყეს ეს ნაბიჯები გადადგეს მიიღეს სულილება რომ საერთოდ გენდერიდან პირველი მოსმენით მიიღო ამ შემთხვევაში ეს ჯერ პარლამენტმა რომ საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ადმინისტრაციულ საქმიანობაში რომ იყო სავალდებულო აქამდე და აი როგორც ხარკი კანონში გვეწერა რომ რაღაცა გადაწყვეტილება რომ მიიღოს X მაგალითად მერიამ აუცილებელია რომ ამ პროცესში იყოს ჩართული არასამთავრობო ანუ აგენტურა დასავლური მიიღეს გუშინ პირველი მოსმენით კანონი რომ ეს ვალდებულება საერთოდ უქმდება მიიღეს კანონი რომ გენდერის ცნება საერთოდ უქმდება კანონიდან აი ბევრი მიმართულებით ანუ აბულაძიზაცია დაიწყო აბულაძიზაცია დაიწყეს საკუთარი თავის და მეც მაქვს მოლოდინი რომ ალბათ ამ ხრივაც რამე შეიცვლება აი ამ ნაცების გასამართლების კომისია ესე პოპულარულ ენაზე ესე ეძახიან ეს არის 2003-2012 წლებში მოქმედ თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ოფიციალური დასახელება ესეთი არის გაქვთ თუ არა თქვენ მოლოდინი რომ ამ კომისიას მართლა ექნება მუშაობის მხრივ ეფექტი და პირველ რიგში ეს საინტერესო არის კომპენსაციების კუთხით და მე რას გულისხმობ რაც გინდა იყოს ეხა 100 თუ ისეა ეს კომისია მუშაობს ერთპარტიულ რეჟიმში და აუცილებლად გაჩნდება შეკითხვები რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ხა ქართულ ხალხს ვინ მართავდა 9 წელი ამაზე პრინციპში არც არანაირი კომისიის დასკვნა არ გვჭირდება ქართულმა ხალხმა ისედაც გამოუტანა მაგ რეჟიმს განაჩენი ჩემი აზრით აი იმისათვის რომ ეს შეკითხვები არ დაიბადოს რომ ხომ არ არის ეს ანგარიშსწორება ყველაზე ეფექტური საშუალება ამისი არის ხელისუფლებამ დაიწყოს კომპენსაციის გადახდა დაზარალებულებისთვის ვინც მიიღო ზარალი აი ამ პერიოდში სააკაშვილის მმართველობით და როდესაც ადამიანები დაინახავენ რომ მართლა აი რიყეზე ვისაც აართვეს რესტორანი ამისათვის იღებს შესაბამის კომპენსაციას მე ალბათ ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიხსნება როგორ ფიქრობთ აი ამ მიმართულებით თუ იქნება ხელისუფლება აქტიური თორნიკე მაგდენი დეტალები არის ალბათ ესე იქნება რომ სამართლიანობა სხვანაირად არ გამოვა რა თქმა უნდა ესე იქნება მე ჩემი ვარაუდით ის რომ ამ ქვეყანაში მიზანი რა არის მაკომისიის აი სტრატეგიული მიზანი არის ხო აი ეს რო დავსახო სტრატეგიული მიზანი არის ერთი
საქართველოს ტერიტორიაზე მარტო აი ამ გადაწყვეტილებებს მარტო ქართველი ხალხი კი არ ელოდება საქართველოს მოქალაქეები ამას როდება ჩვენი სამეზობლოს კაცო საქართველოს ტერიტორიაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს ექსტრემისტული იდეოლოგია ლიბერალიზმი ეს ამას ნიშნავს ეხლა ამას გიდ ნაცები დაარქვი და გინდება ლელო დაარქვი რა მნიშვნელობა აქვს გეთანხმებით სავსე საქმე რა შეეც უყურეთ რა თქმა უნდა მაშინ ვიღაც ეხლა ჩვენი ოპონენტი ეტყვის რომ აბა აქამდე იყავით კაცო აქამდე კოლონია ვიყავით აქამდე რა ვიცი დამლაგებას ვერ ნიშნავდი დამლაგებას კი არა გარაში მანქანას ვერ ვაჩერებდი კაცო სანამ ამერიკის პრეზიდენტი არ ჩამოვიდა. ხო, გახსოვს დეგნანი რო აჩევდა საქმეს, ვაკეთეს არ უნდა იყოს ეს. თანაც უყურე ნახე რა დონეზე იყვნენ. ამას ატელევიზორებდნენ და ამას გადმოგვცემდნენ. ნახე რა სამართლიანია ჩვენი ამერიკის ელჩი. აი შენაო თორე კი აქ გააჩერებ მანქანას, პარტა შენ აქ გააჩერებ მანქანას და ჩვენ ამისთვის ტაში უნდა დაგვეკრა. მეფის ნაცვა. ანუ რიშალკა მოვიდა, გაიგე შენ. აი ეს მთხოვენ მე აქ მთხოვდნენ მაგ დროს. რო რატო კაცო რა ვიცი ვერა და იმიტომ კოლონია ვიყავით რატომ ეხლა მოდი სიმართლე გითხრათ ესვეო არ იყო დაწყებული იქ რაც ესვეო დაიწყო რუსეთში სორია რუსეთში უკრაინის ტერიტორიაზე იქ დაემხო აი ეს ამერიკის ელჩის დღის წესრიგი იგი აქა აი იქ დაემხო მაგას ორ წიძახდნენ იქ წყდება ჩვენი ბედიო რომ ამბობდნენ რა გინდა დღესაც მაგას ამობე თო უკრაინის ეს უკრაინის ომი არ არის დღეს ხო აი ხო ნახეთ ფონდერ ლაიენ თუ რაღაც არის მაგის სახელი რა ვერ მახსოვები რა უყურე დატომ ტრატ ესეც მოდი თორე ისევ ტრამპს მიდეთ არ გამომჩნდა და უთხრა ტრამპმა მე რატო იცი ჩვენმა ტრამპისტებმა აიტაცეს ერთი ფაქტი რომ ტრამპმა შეუჩერა შეიარაღების მიწოდება უკრაინას და გააჩერეს სიტყვა ბოლომდე წაიკითხეთ კაცო რა წერია დროებით ახლა კითხვას ავსვა რა შემთხვევაში აგრძელებს მაგას ხომ შედობა უნდა რა შემთხვევაში აგრძელებს იარაღის მიწოდებას რა არის ის შემთხვევა რომ შეიძლება ტრამპა მოხსნას ეს ყველა დავა მიაწვეთ იარაღი თქვა რა არის ეს შემთხვევა არ ვიცი ალბათ იმ შემთხვევაში თუ რუსეთთან ვერ მოხდება შეთანხმება და ვერ მოხერხდა შეთანხმება მიაწოდა რა ვიცი 3 წელი აწვდის და ვერაფერი ვაიც ვერ აჩერება ამან ტანკი რო ჩართო ტანკ პირიოდ და მიდის და ვერაფერი ვერ აჩერებს იარაღებიც აწოდეს ჩამოიქცა თელი ეკონომიკა ევროპის რა ვიცი მაგრამ რა ვერ აჩერები დალში მე რა მოხდება აი ეგ ისეთი ამბავია ეხა თუ ეგ შეთანხმება ვერ მოხდა ხო აღარც ის ომი აღარ გაგრძელდება ისე როგორც გრძელდებოდა წავა ახალი ესკალაციის ისეთ საფეხური აი ბირთვულ ომზე რომ მიდის ლაპარაკი რაღაც დიდი უბედურება იქნება და ჯვარიფსერია უკრაინის ტერიტორიაზე კი აღარ წავა ომი ცოტა სხვაგან წავა რა. ამიტომ ნურავის ნუაშინებე და ნუ აიტაცებენ ხოლმე. რატო იცი ამათ უნდა დაანახონ რომ ესე იგი საქართველოს ხსნელი არის ამერიკაში. არა კაცო, ის ჩვენი უყურე ის სამყარო მეთქი ჩვენი არ არის და გეუნებით რატო კაცო უყურე. წინა გადაცემაში თქვი, ეხლაც გავიმეორებ. სულ რომ ორბანების და აი ლეპენების და ზიდანის ევროპა რომ მოვიდეს. კაცო, შენზე ითქვიან ქართველები მაგარი ხალხი ხართ, კაცო. აი მაგარი სტუმართ მოყარე, კაი მუსიკა, კაი ცეკვა გაქვთ, კაი სუფრა გაქვთ, კაი ყველაფერი, მაგრამ ის რომ მე თქვენ ჭირდებით რუსეთის წინააღმდეგ ფიჩხად ეს თემა ანუ შენ ვეღარ იქნები აი ეს შენი გულისთვის ამ დათვს აღარ გადაიკიდებს ამას პირდაპირ გეტყვიან კაცო იქედა კაი ხალხი ვითანამშრომლოთ ვივაჭროთ რა ვიცი ყველაფერი რა ვიცი გასტროლებზე ჩამოდიდი კულტურულად ყველა თქვენი დღეები იყოს უპრობლემოდ მაგრამ ის რომ ჩვენ რამე ხოლმე გადაგაფაროთ ან რაღაცა ჩვენ ესე ვთანხმდებით ანუ მოიხსნიან პასუხისმგებლობას ამცირს თქვენ არ ახართ ჩვენი სამყაროს წევრი თვითონ გეტყვიან ბოლო სანამ პანჩოს არ მკენა რაღაცა წავამოწდა სანამ პანჩოს არ მოგვარტყავთ იქამდე არ უნდა მიხვდეთ და ამ ცრუ მოლოდის ნუ ჩენთ მეთქი კაცო ეხლა მაინც ნუ ჩენთ ამ ხალხს თორე რა მოხდა როგორ არის იცი ლიბერალები გავყარეთ ეხლა ეს სექტა ჩამოყალიბდა კიდე ტრამპისტული სექტა ხო საშუალო არა ამ ქვეყანას რა ხო აი ეგ მეც მიკვირს კაცო რომ არის
ყველას გვიხარია ის რომ მაგალითად აი შემოbrunda პირობითად ეს სიტუაცია ეკითხება რომ მიდის მშვიდობისკენ საუბარი და უნდა მოხდეს რაღაც მშვიდობა, მაგრამ აი ეგ არის რითიც დავიწყეთ საუბარი, არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ტრამპი არ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ის არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დღეს თუ ემთხვევა ახლა ჩვენი ინტერესები რაღაცაში ერთმანეთს, ეგ არნიშნავს რომ ხვალაც დაემთხვევა, ხო და მე საერთოდ დიდი ეჭვი მაქვს რომ ძალიან აცდება მე საბოლოოდ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს და ამიტომ ხო რა წინასწარ ნუ იქნით ხოლმე კუმირებს, კაცო. კუმირი შეიძლება საერთოდ არ უნდა ყავდეს ალბათ ადამიანს, მაგრამ შენ ქვეყანაში რო ყავდეს კიდე სხვა არის, აი სხვა კონტინენტზე, სხვა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ამხელა სიყვარული, ინტერესი გეგონება შენ მიეცი ხმა ან ის გაძლევ შენ რაღაცას. საქართველოს ერთხელ ახსენა ტრამპმა მარტო ის 2008 წლის კონტექსტში, თორე საერთოდ არ უხსენებია, კავკასია არ უხსენებია საერთოდ. რა თქმა უნდა, კიდევ მაგათმა მიხვდნენ ერთი რამე რომ უყურე მოდი აი კიდე იმ ემოციაში ვარ რა. ადრე ხო გმირი იყო ეს კოკაინშიკი. კი ბატონო. როდიდან არ გახდა გმირი? აი, როდის მიხვდნენ რომ გმირი არ არის? ზელენსკი. იმათვის რა, ამერიკელებისთვის. როდის მიხვდნენ რომ გმირი არ არის? საინტერესო. მე გეტყვი. როცა თვითონ მიხვდნენ რომ ვერც ეკონომიკურად ჩამოაქციეს რუსეთი. ვერც სამხედროებით ვერ წააქციეს, ვერც სტრატეგიულად ვერ მოუგეს და რო ნახეს რომ ეგ საერთოდ სიგიჟეში არიან. ეს კაცო. ამის ბრალია ყველაფერი. ეს ყოფილა კაცო, ეს არის ყველაფრის დამნაშავე. ანუ ის რომ ორპარტიული მხარდაჭერა თუ დედამიწის ზურგზე რამე ორგანიზაცია და რეზოლუციები როა, ასე პაჭკებით რო მიღებული უკრაინის მხარდაჭერი. აი 3 წლის განმავლობაში, რავი, თუ რამე არსებობდა გეი ორგანიზაციები, რავი, 1000 მამაწაღლობები, ყველაფერზე არის რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერი. ორპარტიული გეუნებით. კი ბატონო. ახლა არ გახდა გმირი. ამას გულისხმობს, ორი შენ ზელენსკი არ მადარდებს, კაცო, ჩვენ თავ შევხედოთ. აი მაგასა რომ ველობოდით რომ ამ ზელენსკის რო გადაგაგდებენ. ბიჭო, დაგაქცევინებენ ქვეყანას და გადაგაგდებენ. ეს ის სამყარო, რომელიც გამოგიყენებს და მე მუსორში. არ არის ეგ შენ არ გელოდებიანი, კაცო, შენ ეგ ჭირდები, შენ კი არ ჭირდები, შენ ჭირდები რომ ეს დაასუსტოს, კაცო, ყველაზე თავარი მტერი. თუ დაინახეს რომ არაფერი არ გამოდის, ბიჭო, ეს არის დამნაშავე. კი ბატონო, სიტყვით ეგრე მოხდა. დღეს ლუკაშენკომ საათნახევრიანი ინტერვიუ ჩაწერა, მე მგონი ბრიტანელი ჟურნალისტი. აკენწლა რა ტრამპი. აი აკენწლა და რა უყურე მინსკში ველოდებია. უყურე რატო უთხრა? მე ურეკავდიო იმას ვალოდიას ვეუბნებოდიო რომ ვალოდია შენ ტერიტორიაზე მიდის ომიო. ეგ დრო მოვაო რომ შენზე შეიხოცავე ხელსო. აი ეხლა თუ ეყოფაო ვაშკაცობაო, თქვას ჩემი სატელეფონო საუბარი ხომას უცინასთან მეტყოლებდი რომ ესე დამთავრდება, შენ არავის მანდ არ უყვარხარ, არც გელოდებიან კაცო მანდა. როგორც ჩვენ რამდენი ხანი გაძლევთო? ეხლა ინფორმაციას მეტყვი რა. რამდენი ხანი გაძლევთო თქვენ მანდაო? აი ეს ჩვენო 3 დღე გავკაჩავთო ომში რო ჩავერთოთო. ხარიბას დროია, დრო არის პრემიერობის. როგორ მეშლება ხოლმე ნერვები რა. ეგ ჩვენთან გამართულ საუბრებზე ალბათ. ხო ლაპარაკი. ანუ ჩვენ ხონა ჩავერთეთ კაცო. მე კაცო მოკაცოთ ყველაფერსო და 3 მილიონი კაცი ხო ხართო? აი დღეში გადითო კაცო. რამდენიმე თვე გაძლევთო კაცო, არაა პრობლემა. ანუ ესე უნდა ბიჭო 3 დღის გულის მაქსეო კაცო. 3 დღის გულის ესე 3 დღე რო შენ CNN-ზე ნიუსები გავიდეს, მაგის გულისთვის ქვეყანა მოწავაქციო და ჩართო მე ეს თავის აგენტურა. კაი მაგას გავიერთო, აღარ მინდა მაგას დაუბრუნდეთ კიდე ჭრილობები უნდა შეხორციდეს რა. გავიგე რომ ეს ჩაბარდა ისტორიას. გაუძელეთ კაცურად და ეს კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერება როგორც გაკვეთილი ყველა პატარა ერებისთვის როგორ უნდა იბრძოლონ საერთოდ. ეს იქნება ბატონო, უბრალოდ კარგი იქნება ჩვენ საზოგადოება დაინახავს თვითონ მაგას. უყურე ეს ანუ ის რომ ვერ გამოუვიდათ რუსეთის ჩამოქცევა მერე გახდა ეს უკვე ზელენსკი მაგათვის არა გმირი კორუმპირებული თუ ვისაც არ ეზარება ყველაზე ასვრის ზელენსკის კი არ ასვრის კაცო იმ უკრაინელ ხალხს ჩვენ ძმერ მართლმადიდებელ ხალხს ასვრის ეს კი არა რუსთაველზე რო დგანან და სლავა უკრაინელს ხვირიან
იმათ საერთოდ ფეხებზე კიდე ბოდიშვიხდი ამ სიტყვაზე. უკრაინას და ყველა. საერთოდ ემათ კი არა, ის ახლა მე მткиვა ის უკრაინა უკვე. რატო იცი? იმ უკრაინაში პიჩორლავს დაანგრევინეს. ხუდლები დაახრეტინეს. ციხეებში ჩაყარეს. კაცო, იმ სამყაროს მითითებით და პიჩორსკი ლავრის სიწმინდები ბრიტანეთში გაიტანეს, კაცო. გაძარცვეს. გაძარცვეს. აი ეხლა გეუბნები ვის უფრო უყვარს უკრაინა? ის რომელიც მე მართლა ზელენსკია შემეწოდა, ჩემი კიდე ვიღაცისთვის ზელენსკი ომია, ჩემთვის ოჯახის ტრაგედიაა, კაცო. კი ბატონო. უკრაინელ ხალხს ჩვენს აი როგორ მაგათეთ დაუმარი ვარ, კაცო, ავღანეთში, ანგოლაში და სხვადასხვა წერტილებში. ჩვეულებრივად ლოცულობდნენ ისინი როგორც ჩვენ, კაცო, მართლმადიდებლები. აი ეს ქვეყანა ჩამომიქციეს 47 მილიონიანი ქვეყანა, ინდუსტრიული ქვეყანაა, კაცო. ევროპის უდიდესი ქვეყანა ტერიტორია. ეხლა ეუნებიან. აი ამ წაქცეულ ქვეყანას. ვაიმე, რო ისო ახლა ფული უნდა მომცე უკანო. რო უთხრა ნუ ალბათ ეგეთ კოშმარს არც არავინ ელოდა, რომ აი, კაი, ნუ ამერიკის დახმარება შეიძლება შეუწყდეს, ეს იყო ვარაუდი, რომ აი ტრამპი რომ მოვა იარაღს აღარ მიცემს. კარგი, მაგრამ ეგ რო ეხა ამერიკა მერი ამხელა დახმარებას თან ხო ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს არის უანგარო დახმარება, რომ ჩვენ იმდენ ხანს დავეხმარებით უკრაინას, რამდენიც საჭიროა და სანამ არ გაიმარჯვოს. აი ეს სიტყვა, რომ იმდენ ხანს რამდენიც საჭიროა. ხო იძახნენ და ეხა დღეს მოვიდა და ფულს თხოვს უკან, რომ ესო წინა პრეზიდენტმა მოგცაო. არ ვიცი ეხა კი ვიღაცები ამას დაშს უკრავენ და განსაკუთრებით აი მართლა ტრაგიკომიკური არის ის, რომ ის ხალხი, რომელსაც მთელი ეს პერიოდი ეძახდნენ, რომ ჩვენ ვართ პუტინის აგენტები და რაღაცა რუსეთი გვაძლევს ფულს და გვეზიზღება უკრაინელები და გვეზიზღება ზელენსკი, ჩვენ ვართ ვინც ამბობს დღეს, რომ ეს არის, ნუ არ არის ეს სამართლიანი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ხო აქედან დასკვნები, აი იმიტომ ჩვენც ამ ბედს გვიმზადებდნენ. ჩვენც ამ ბედს გვიმზადებდნენ. ჩვენ სანდუართ გაძრობილი, ბიჭო, რა ღმერთო დიდება შესახებ მართლა აი ამ გუნდს ახლა ის კი არა ხა ვიღაცა იწვევს რომ აი ოცნებაში ხარ და მართლა გაუძლეს თორემ მართლა ეს არის დარწანახი მოდი ეკონომიკაზე მაკრიტიკე ანტიდისკრიმინაციული კანონზე მაკრიტიკე ამას ხო მართლა გაუძლეს ბიჭო ქვეყანა შევინარჩუნეთ კაცო არა ეგ რო არ დაინახო მართლა არ შეიძლება ხა მან როგორი მომენტია ეს ბატარო ხა მე რომ მქონდეს იმისი ამბიცია მაგალითად რომ აი მე მინდა ვიყო მთავრობაში მაშინ ნუ მაგ პარადიგმიდან თუ შევხედავ გასაგებია ასე ვთქვათ რომ თუნდაც შეიძლება ვერ დავინახო რაღაცები მაგრამ მე ვარ ეხლა ჩვეულებრივი მოქალაქე არანაირი ამბიცია არ მაქვს რომ იმიშვა კი ბატონო მეც მირჩევნია რომ ჩემი მეგობრები და მე ვიყო და ჩემი ახლობლები იყვნენ ამ მთავრობაში მაგრამ ეხლა რა ეს რო გააკეთა ამ ხალხმა ეხა როგორ შეიძლება ეგ არ დაინახო, არ დააფასო, ვერ მიხვდე იმას, რომ რას გადაარჩინა ეს ქვეყანა. ხო ყველას კარგად გვახსოვს მოწოდებებიც, გადით გაისეირნეთ ქართველებს ოხუმში და ცხინვალში, საშინელებებს გაუძლო ელემენტარული მართლა ერთი პატარა ნაბიჯი მარცხნივ მარჯვნივ, მაშინ როცა ამას ამბობდნენ მთავრობის წევრები, ცოტა შეიძლება კომიკურად უყურებდი მეც მათ შორის და რაღაც, მაგრამ დღეს ხო ყველანი ნათლად ხედავთ, როდესაც ამ ყველაფერს უკვე ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკობს, თორე უკვე მართლა საქართველოში ის ირაკლი კობახიძე აღარ ამბობს მარტო ამას, ამბობს ამერიკის პრეზიდენტი და ეხა დღესაც რომ ამაზე თვალები გაქვს დახუჭული და ვერ ხედავ და არ იმჩნევ, ნუ ეგ უკვე შენ პირადი პრობლემაა ალბათ ასეთი ადამიანების. უყურე ყველაზე ეხლა მინდა რომ გავიგე რომ აი ჩვენი მე ამ ტაქსიკურ მედიებზე არ მაქვს ლაპარაკი მე მინდა აი იმედზე ვთქვა პოზიტივიზმზე ვთქვა კაცო ჯორჯესკუ მოდი გადავიდეთ ეხლა რუმინეთის იმაზე რუმინეთის ისა კი ბატონო დაიჭირეს არა 1 მილიონი კაცი გამოვიდა ქუჩაში ჯორჯესკუს ხარდასაჭერად იცი რას მერდენ რასიას კაი გავიგე არაჩვენე არაჩვენის ვერმა ტელევიზიები მაგრამ არაჩვენე ჯერ ვისუმალა ან რატომ ალავ ეს ერთი მეორე კაცო გამოვიდა მაგათი მამა მარჩენალი ეგენ ჩაულებრივი ლიბერალები არიან და იქაც ისა თორემ შეყვარგონი ეგ კაცო ეგ ის ტელევიზია რომელიც ბიძინენიშვილის სოფელში ჩავიდე და სკოლის ბავშვები გამოიყვანეს და თემნა გვასალია დადებით კონტექსტში ალაპარაკებდნენ ეს არ უკადრია ტვ განეწარ ტელევიზიებს კაცო გვახსოვს ყველაფერი გამოვიდა ეს ვიცე-პრეზიდენტი და მიწასთან გაასწორა ჯორჯესკუს დაკავების გამო. საერთოდ ანუ მაგათი მამა მარჩენალმა
ვეღარ გავიგე ისინი ვინები არიან იქ კაცო. მაგრამ რატო არ აჩვენებენ იცი? ჯორჯესკომ და აი როგორც ორბანმა და ეს სლოვაკეთის პრემიერმა რო ამბობენ რომ რუსეთი კი არ შეიჭრა კაცო იქაო. ჩვენ ვაიძულეთ იქ რომ იძულებული გავხდით ომი რომ დაეწყო. აი ამ ესეთი განცხადებების გამო, იმიტომ რომ თუ დაუკვირდებით მაგათი იმას განცხადებებს, აი ტელემედიის და გინდათ პოსტივის. 100 წელი მაგათ არ უყურები, მაგრამ რატო ამოფიციყულე სამწუხაროთო სამწუხაროთო უკრაინამ ომი წააგო და გაპარტახტო ეწყინათ ტიპებს. გუშინაც თქვი ვაზდაზავიზეს, ეხლა აქ უნდა გავიმეორო. მოდი ეხლა მე და შენ ავიღოთ აი ეგ ნარატივი რა. მოდი გადავიდეთ ეხლა მაგათ ხარეს და თქვათ რომ აი წარმოსახვაში ხო კონდა წარმოსახვაში რომ ან როგორ უნდა მოეგო. აი ხო ჯერ ხო წარმოიდგინო აი როგორ უნდა მოიგო. მაგრამ მოიგო. ესე იგი თუ კი უკრაინა იგებს, ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთი იშლება, ხო სწორია? აბა სწორია როგორ? მაგას გაუშვებდა და მაგას გაუშვებდა ამერიკელები ხელიდან რუსეთის აგებას. ხო ყველაფერს აივიღებდა იქიდან კაცო. დაშლდა მაგ ქვეყანას. ანუ კავკასიას ეხსნებოდა რუსეთის ფაქტორი, ხო სწორია? წარმოდგენილი გაქვთ მე თქვენ აი ამ ქვეყანაში რა პროცესები დაიწყებოდა კავკასიაში? რა თქმა უნდა, ეგ ამახარეს კაცო. თვე მაინც გაძლევდა ეს საქართველოს ფიზიკურ არსებობას გაძლევდა ერთი თვე მაინც. აი ეს კიდე არ მიხატირებს თქვა. ესენი რომ ამბობენ სამწუხაროდ წააგო. კი არ წააგო კაცო. ეხლა მიდის პროცესი მაგის გადარჩენის, მაგ უკრაინის გადარჩენის პროცესი მიდის და პირველი ვინც მაგის დაინტერესებულია თქვა კაცო ამ რუსეთის პრეზიდენტმა ერთადერთი გარანტია ჩვენა ვართო რუსეთის უკრაინის უსაფრთხოებისო. თორე იქაო ეს გიენებიო დგანან და მაგათ ისტორიულ მიწებსდეო აბოდებენო სიზმრებშიო. აი ეს ლვოვი და კარპატი და ესენი როა. კი ბატონო, კი. ერთადერთი ჩვენა ვართო კაცო. ეს ხალხი დგანან და სამწუხაროდ წააგო. ანუ რო არ დაიშალა რუსეთიო. გაიგე შენ? ეგ მაგას მე კი ხვდები რომ აი ხა რუსეთის ფაქტორი რო არ იყოს კავკასიაში ჩვენ რა ბედი გველის და გველოდება და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ ხალხს როგორ შეიძლება ეგავს ერთხელ იყოს სხვათა შორის ერთ-ერთ ეთერში ეგ თქვი რომ რო იძახით მეთქი ამ რუსეთი დაიშლება, რუსეთი ნეტარ აგიხარიათ მეთქი თუ დაიშალა ერთი რუსეთის მაგივრად რომ 50 რუსეთი გეყოლება მე აი რა არის უკეთესი მეთქი და ამ ხალხს დაავიწყდა მაგალითად რომ აი ჩრდილო კავკასიელები სად იბრძოდნენ 30 წლის წინ ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ რა ძალა აკავებს მაგ ყველაფერს ბევრი რაღაცა ავიწყდება ამ ხალხს ისიც დაავიწყდა რომ მე-20 საუკუნეში მაგალითად რუსეთის სახელმწიფო ჯერ იმპერიული რუსეთის სახით და შემდეგ საბჭოთა კავშირის სახით ორჯერ დაიშალა ამათ რაღაც ის გონიათ ეგ ზღაპარი ჯერ არ მომხდარა ორივეჯერ ჩავყევით მაგ ნანგრევებს ხო უნდა გაახილო თვალი ხა დღეს რომ რუსეთი არ იყოს დამაბალანსებელი კავკასიაში რა მდგომარეობაში რა საერთოდ რომელი სახელმწიფო შემადგენლობაში საქართველოს რომელი ტერიტორია მოხდებოდა მაგის წინასწარ განსაზღვრა ძალიან ძნელია შენ ძალიან შორს წახვით აგერ წინათვეს მოხდა კაცო აგერ წინათვეს მოხდა ორ შაბათს რო დაიწყეს შაბათს დაამთავრეს 30 მილიონიანი ქვეყანა სამი ქვეყანა შევარდა და გაიყვეს სირია კი ბატონო სირიაში სად მიდიხარ იქით კაცო აგერ მოხდა წინათვეს მოხდა კაცო ის გვამები კიდე ხარც იქა რო ყრია კაცო ეს ხდება რომ ჩვენი დიდი ჯარი წავდა და რაოდენობითაც ჩვენზე მეტნიარი არის კი აგერ დაშალეს კაცო ერთ კვირაში დაშალეს ქვეყანა ერთ კვირაში 4 სახელმწიფოს ჯარი დგას კაცო სხვათა შორის მე-4 სახელმწიფო არ არის მაგრამ ალ-ქაიდა დგას ნუ ახლა სახელმწიფო არ არის მაგრამ ბევრ სახელმწიფოზე ძლიერი შეიარაღება დაუფასეს გაიგე ებრძოდა ასაც და ის დაუთმეს იგიც არ მიდიხარ თუ კაცო აგერ მოხდა ერთითვის წინ კაცო აცი რა პერსპექტივები აქვს თუ კი ამერიკა თანხდება იმაზე რომ რუსეთის წინააღმდეგ აღარ ჭირდება ფიჩხი ასე ვთქვათ და მასალა ჩვენ ამდენი ხანი ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან მაგით იყო განსაზღვრული თორე სხვა არანაირი სტრატეგიული ინტერესი ამერიკას ეხა ეუბნება ზელენსკის რომ თუ გინდაო რომ მართლა ამერიკას რამე სტრატეგიული ინტერესი შენთან ურთიერთობის გაუჩნდეს მოაწერე მაგ მინერალების შეთანხმებას ხელიო და მე ჩვენი ეკონომიკური ინტერესი რო იქნება მართლა რაღაც მოგვიწევს რომ დავიცვათო ეგ ტერიტორია აი ჩვენ შემთხვევაში რა ინტერესი ღარჩება ამერიკას რატო უნდა დარჩეს
ამერიკა კავკასიაში გრძელვადი ამ პერსპექტივაში და ხვალდაზე ეხა გასაგები არ შეიძლება არ მაგრამ ჩვენ რა ბედი გველოდება ეს საინტერესო კითხვაა სანამ მოდი რაგან გამახსენე მინერალები საბჭოთა კავშირს დაასწრებდი რომ იქ რამე ღირებული მინერალი ყოფილიყო და ისინი არ მოეყოთ ასიკიჟე თუ რამე სიმდიდრე არის იქ უკვე ეს იყო აქეთ დონბასისკე ისე სხვათა შორის 60 წინა გადაცემაში მოგიტყა რომ 22 კილომეტრია შესულები ეხლა 62 კილომეტრია შესულები სუმის ოლქში ეს დონბასი არ გეგონოთ სუმი არის იქ ხო კი ეს ახლა უყურე თვითონ უკრაინელი ექსპერტია რა ეს ვინც იცის მე ძალიან გარკვეულია რომ იმის მოყოლის სულ რო გაჭიმო გამოჭიმო 6% აღარ დარჩენილიო რაც საბჭოთა კავშირმა ამოიღო თუ რამე სიმდიდრე იყო პაკროვსკში არის კი ბატონო ეს არისო ნარჩენებიო კი გადამუშავდება შეიძლება მაგრამ ამისთვის რომ ამერიკა თავს იკლავსო ნუ ეს იმათ არ გირსო კაცო რაღაცა სხვასთან ამ გვაქვს საქმეო სწორია საინტერესოა გამოვიდა მე გუშინ გამოვიდა ლავროვი და თქვა ერთი კენჭს ვერავინ ვერ გაიტანს იმ ტერიტორიიდან თუნდაც ჩვენ რო არ ვიქნებით და ესე რო ვაკთ საცად რუსული ჯარი არ იდგებაო ჩვენს დაუკითხავათო გამოვიდა პესკოვი და თქვა პესკოვია კაცო რა ის ხო არ არის კაცო გამოვიდა თქვა კაცო შვიდობა ძალიან ხანგრძლივი შვიდობის მიღწევა ხანგრძლივი პროცესიაო ჯერ კაცო დაწნარდით კაცო აქ როგორ გონიათ იცი ეს მარაზმი რო დარბეთ ახლა ბრიტანეთში ჩავიდა ბრიტანეთი ახლა იქ დაწერეს რომ 6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო ბრიტანეთის იმან უკრაინის დასახმარებლად ბიჭო ამას რომ წაიკითხე ბოლომდე რა წერია იქ ეგ არა ხო მარტო სათაურებს კითხულობ იმან 6 მილიარდი თავის სამხედრო წარმოებას გადაურიცხა და არქვა ამას უკრაინის დახმარება რო ესე იგი აქ თავისივე ეკონომიკაში ტოვებს მაქვს სინამდვილეში უკრაინას უგზავნიან მე უკვე თავისივე გამოშვებულ და თავისივე პულით ნაყიდი არ აქვს იმისთვის რომ საბრალო უკრაინელები ბრძოლის ველზე დაიხოსდნენ ამისთვის თორე ამიტომ ბიჭო უკრაინაში კი არ მიდის მაგრამ თვითონ ვინც ამებს ავრცელებს თვითონაც კარგად იციან და საქმე რაშია იცი საზოგადოებას ქართულ საზოგადოებას ნელ-ნელა აზე რომ მოდიან უკვე ხო ახლა გინდა არ გინდა კაცო 30 წლიანი სტრესიდან გამოდის ეს საზოგადოება კიდე თავგზას უბნებენ კაცო ბიჭო ის კი არ უნები რომ ბიჭო ის მაინც უთხარ რომ სამეზობლოსთან აი ლაგდება აი ჩვენი პრემიერი უზბეკეთში იყო იქამდე კაზახისტანში იყო საუდის არაბეთში იყო ყატარში იყო ჩასული ანუ სწორედ მიაწოდეთ ხალხო თუ ვიღაც ორი კაციც რო გისმენდეს ხო ბიჭო რატო უკნი ცუ მოლოდინებს ხო იცი რომ ეს არ იქნება კაცო ხო კარგად იცი რომ არ დაუშვებს აქ კი არა კაცო სამი ნატოს წევრი ქვეყანა ესამსხვრება უკრაინას და იქიდან გააქვთ ამერიკის დროშა ბიჭო რას გიჟობთ კაცო აქ და კავკასიაში დაგიტოვებენ ნუ რა არის ახლა ესო რატო აკი აი თვითონაც იცი პირად ლაპარაკში მეტახმებია მაგრამ რო გამოდიან კიდე აი ვითომ რაღაცას ამობენ რა არაო კაცო ახლა ტრამპიო საქართველოს გაფრთხილებაო კაცო ცოტა ხანაცალ იქ დაალაგებს ახლა თავისასო და მე საქართველოს გაფრთხილდება არა მე არ მინდა ისე გაიგოს ვინმე რომ ჩვენ რაღაც მტრულად ვართ განწყო პირიქით გულ შემატკივროთ მაგ პროცესს უბრალოდ რაც მოგვეხსნა მეორე ფრონტის ის მოგვეხსნა კი ბატონო გარყვნილების ის მოგვეხსნა ცოტა ხალხო ძალიან ბევრია კაცო გაახარებს ღმერთი თქო მაგას ვამბობ მაგრამ ნუ გვექნება იმისი მოლოდინი რომ ტრამპი არის ადამიანი რომელმაც უნდა იზრუნოს საქართველოს ინტერესებზე ის ადამიანი იძახის იმას პირდაპირ ღია და ზელენსკის უთხრა პირში ეგ რომ ზელენსკი რო უთხრა ვის მხარეზე ხარ და მე არავის მხარეზე მე ვარ ამერიკის მხარეზე როგორია ადამიანი და სორია ის კაცი გასულ თავის ამბავში განა არასორია მაგას კი არ ვამბობ ჩვენ უგვაქვს თქო ზედმეტი მოლოდინები ახლა Facebook-ზე სხვა ჯერ ძალიან აქტიურია დღეს ჩვენი მაყურებელი და ბევრი კომენტარი მაგ მხრივ იწერება და მათ შორის გამათობენ ჩვენი მაყურებლები რომ აი ამ ტრამპის საკითხებთან დაკავშირებით რომ ესეა ისეა მაგრამ ეგრე მართლა ესე დგას საკითხი რომ ის არის ამერიკის პრეზიდენტი მადლობა ღმერთს რომ დღეს ემთხვევა ჩვენი ინტერესები მაგრამ ხვალ ზეგ რა იქნება არ ვიცით არავინ და არ უნდა გქონდეს მოლოდინი რომ ეხლა რადგან ტრამპი მოვიდა ამერიკაში ამითი ჩვენ ფეხზე გადავიდებთ და თავის გაფრთხილდება ეს ქვეყანა და ნუ გვექნება ეს მოლოდინი ეს არის მხოლოდ სათქმელი ჩვენი ალბათ ნახე რა უთხრა ბრიტანეთის პრემიერს იქ რო რაღაცა შტერმა რაღაცა რო წაიბჟუტურა და შეგიძლია ერთ-ერთზე რუსეთს მოუგოვო
ახსოვს? თქვენ მარტო აპირებთ რუსეთის მოგება. ამას ეუბნება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. თავისი, თავის მოკავშირე კი არ არის, აი ძალიან საუკუნეები გაგრძელება ამერიკა-ბრიტანეთის ფაქტიურად ეხალწვებს. აქ ხალხს ილუზიას უჩენ, რომ საქართველოს გულისთვის რომ გააქანებს და რუსეთს რას უზავს, აი ეს ერთმევინებს თავს. ხო, ნუ. ბიჭო, იმას უთხრა თავის ძმაკაც, აი წლების ძმაკაც უთხრა, რომ შენ ვარ შეგიძლია ერთ-ერთზე ომო იმასო. აბა მიაყენე ერთი ადგილიო რა კაცო. ბიჭო, აი ეს, მაგრამ ამ ხალხს კი არა ბრალი. აი ეს ისინი აი ჩვენი თანამებრძოლები რო იყვნენ. და ბიჭო, აი თორე განათლებული ხალხიცაა, მაგრამ სწორედ მიაწოდე კაცო ამ ხალხს. ნუ ქმნი ილუზიას, რომ აი ეს რაღაცა და აი всё ეხლა დაურეკავს და ეხლა ვალოდე იქ აფხაზეთის ტერიტორია დააბრუნე ქართველებზე. თორე ხო იცი რომ არ ჩაუბიყოლო მოსკოვში. ასეთი წარმოდგენა აქვს, ესე ეტყვია. არა ბატონო, დღეს თხოვა ტრამპმა ირანთან შუამდგომლობა. ხანახან გადაავლეთ თვალი კაცო. იმათ თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს კაცო, სულ რა ის მე ქება შაბეჭდილება რომ ეს არის ხალხი რომელიც უბრალოდ კარგ ბატონს ეძებს, რომ აი ერთი ბატონი გამოიცვალოს და მეორე ბატონი მონახოს და ეხა 100 ამოვნოს რომ იქ მართლა ხდება ეს დარწმუნებული ვარ ამერიკის საელჩო აყურსული რო არის და კომენტარს არ აკეთებს, უყურებს ყველაფერს, ვინ რა განცხადებას აკეთებს, ვინ რა პოზიციებზე დგას, მათ შორის ჩვენ გვარამიებს და მაგდები ძალიან მოეკითხებათ თავის დროზე და ეთქობა ნუ ვიღაცას რომ 100 ამოვნო რა მხრივ თორე სხვანაირად ვერ ხსნი ხა კაცო ტრამპი გაახარებს ღმერთი კიდე ერთხელ ვამბობ, მაგრამ მოლოდინი რო ხა საქართველოს ტრამპი გააფრთხინებს, მე ნამდვილად არ ამაქვს და ვისაც გაქვს გამოვიდა კაცო, აი ტრამპზე დიდი ტრამპები ხდებია, გამოვიდა. აი ეგ მაგიზიანებს. გამოვიდა ვიცე-პრემიერი თუ ვიცე-პრეზიდენტი თქვა. ისიამონ თუ როგორ თქვა, სუვერენულ ქვეყნებს ცემთ პატივს, მონებს და ასელებს კი არაო კაცო. დროა ყველამ თავის სუვერენიტეტს ამოცი. ეს ანუ კონტექსტი მივიხდი ხო? კი, ზუსტად ეგ იყო. ის კაცი სხვა რამეს თო შენ ახ რა სარცელებს იგიჟებს კაცო. ის გეუბნება შენ თუ მონახარ, მე შენ ბაკაცობა არ მინდა კაცო. აღარ მჭირდება ის დრო წავიდა როცა მჭირდებოდი ფიჩხად კაცო ომისთვის. ეს დრო აღარ მინდაო. ამან ვირტუალობამდე კინაღა მივიყვანაო კაცო და არ მინდაო რა ჩაუმექცა ქვეყანაო. პატივს სცემთ სუვერენულ ქვეყნებს და ამას ველოდებით ქვეყნებისგან და თუნდაც მაგისი დასტურია ევროპას რო თხოვს რომ თქვენ თონ იზრუნეთ თქვენს უსაფრთხოებაზე ხო? თუნდაც რა მიგვის ბიჭო არ სიამოვნეთ რომ სუვერენულ სახელმწიფო აი რო მაპატია და ჟარგონი აი რა მაგრამ кайფობთ აი რაღაცა ვიგძენი რომ სახელმწიფო ხარ აი დღეს ის რომ მოხდა სტიქიური ისა რა სახელმწიფო ვიგძენი კაცო ჩაერთო ჯარი მივიდა პრემიერი დაწყებული ყველა იქ იყო ბიჭო რაღაცა ვიგძენი რომ სახელმწიფოა კაცო უკვე ჩვენ თვითონ წვიტავთ ეს მომავალს ეს არ შეამოვნებთ ხალხო აი მაინდამაინც ვიღაც უნდა ყავდეს თავზე დასული რომ ესეთი კაცო და იქ ბიჭო ის შეამოვნე რა სანამ კიდე გვაქვს მაგის საშუალება კაცო ხვალ რა მოხდება არავინ არ ვიცით ეთანხმებით დიდი მადლობა ბატონ ბატა მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი იყო კი ბატონო და დავამთავროთ მაისის თვეში ეკონომიკური ყველას ეხლა ვეუბნები ბიზნესმენებს საქართველოში მაისში ტარდება სარატოვში როგორც იცით ეხლა ბრუნდებიან რუსეთის ბაზარზე ყველა გაქცეული ისინი კომპანიები ამერიკის ჩართვლით და ეწყობა დიდი ბიზნეს ფორუმი სარატოვში მეც მიწვეული ვარ და ასევე აი ეკენა უპირდები საქართველოსში ეხლა ვინც საჭიროა იმათ მათ იციან ეხლა კიდე ერთხელ ვამბობ რომ სერიოზულ ბიზნესმენებზე მაქვს ლაპარაკი რომ არის საშუალება რუსეთის ბაზარზე და რუსებს აქვს გაცხადებული პრიორიტეტი ენიჭება ჩვენ ბაზარზე შემოსვლის პოსტსაბჭოურ ქვეყნებს. რატო იცი იმათმა იგემეს სანქციების გემო და ეხლა რომ აღარ უნდათ მეორედ შანტაჟის ობიექტები გახდნენ. რა იც ხვალ ხდებაო. ძალიან სწორი პოლიტიკა აუჩევიათ. ამიტომ აკეთებენ ესეთ განცხადებას დაუმალავად. პრიორიტეტი ენიჭება პოსტსაბჭოურ ქვეყნების ბიზნესმენებსო. მე ვაგე ტელევიზიაში პირდაპირ გეუბნებით. ვინც სერიოზულ ბიზნესში იქჩავა არის რესურსი და საშუალება შეხვდეს რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიშუსტის. არ ვიცი ბიზნეს ამაზე რა უნდა. კიდევ ერთხელ მოვიდეთ. თქვენ კი არა, კაცო, გაქცეულები ბრუნდებიან იმ ბაზარზე უკვე.
მაგრამ რუსეთი ცოტა უკვე ფილტრაციას აკეთებს. აღარ უნდა მეორე ის ერთდეგივეზე ბოლომდე დასავლეთზე დამოკიდებულება არ უნდა ეთქობა. უნდა რომ თავის მეზობლები ჩაიბას ბიზნესით. რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარი რას ნიშნავს, ყველამ ვიცით. ამიტომ იფიქროს საქართველოს არსებულმა ბიზნესმენებმა, ვინც საჭიროა კიდევ ერთხელ რომ საქართველოს იციან ეს უკვე და საქმის კურსში არიან და კიდევ არის საშუალება მაისში შეხვდეთ ერთ-ერთზე თუ რა ვიცი რამდენი ციკლებით რუსეთის პრემიერ-მინისტრს. მატერებელი დაძრულია ვისაც უნდა მოგზაუროთ. ადგილები შეზღუდულია და დროებიან დროზე მივიდეთ დავემკვიდროთ ჩვენი ადგილი. სავსე გეთანხმებით და აი სანამ დავასრულოთ უბრალოდ ამ თემაზე მეც მექნებოდა კომენტარი. მე რო ვიყო ბიზნესმენი ახლა მაგალითად მე არა მაქვს ამ საქმის ნიჭი სამწუხაროდ უსაბედნიეროდ მაგრამ რომ ვიყო ახლა ბიზნესმენი ხო ცხადი არის რომ ხვალ ზეგ მაზეგ საქართველოში ბიზნესის განვითარება ისე რომ შენ არ იყო რუსულ ბაზართან მიმული რაიმე ფორმით შეუძლებელია ვერ იქნება სხვა ანუ ხვალ იქნება ზეგ იქნება ეგ იმიტომ კი არა რომ მე მინდა ან ბატონ პაატას უნდა ანუ ვინმეს უნდა კიდე იმ ჩვენი ძვირფასი ლიბერალების გასაგონად ვამბობ რუკაზე ხატია ეგ აი რუკა რო აიღო და დახედო რუკაზე მოკლედ ერთი სიტყვით, ეგ რო საქართველოს ახლა ეკონომიკური განვითარება ისე რომ რუსულ ბაზართან კავშირი არ კონდეს, წარმოუდგენელი ამბავია. ხვალზე ეგ ხო მაინც მოუწევს ჩვენს ბიზნესს, იქ დაბრუნება რაღაც ფორმებით და ფასი თქვენს გადაწყვეტილებებს აქ დღეს, როდესაც პირველები თუ იქნებით, თორე ზეგ და მაზეგ ახლა ყველა რო დაბრუნება, ყველა რო იქ თავის ადგილს დაიმკვიდრებს. მე როგორც ყოველთვის რომ აი მიწები გაანაწილა ღმერთმა და ქართველებმა დააგვიანეს, ესე არ უნდა დაგვემართოს ამ შემთხვევაში. მაგნოლმა ხო იცი რა უთხრა? იყოს ეგ და ეგ რაღაც ხო გადააკეთეთ. იყოს ეგ თქვენი რუსული სახელიო. შემოვალდეთ. ასეთი გავიტო კაცო. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ბატონი პაატაბულაძე გახდა. მეც ასეთი განცდა მაგდანა. ბატონი პაატაბულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ხვალამდე დაგემშვიდობებით. კარგად ზანდებოდეთ.